ქვეყნის შიგნით აფხაზეთსა და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში მზარდი სეპარატისტული მოძრაობებისა და ქვეყნის გარეთ ახალი მსოფლიო წესრიგის, ასევე საბჭოთა მემკვიდრეობის გადანაწილების პირობებში ქართველმა ხალხმა პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად ახალ ეროვნულ ხელისუფლებას დაუჭირა მხარი. 1922 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველად ჩატარდება მრავალპარტიული თავისუფალი დემოკრატიული არჩევნები. ეს ის პერიოდი იყო, როდესაც იმავე წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგად გამოცხადებული დამოუკიდებელი ქვეყნის ფულს კვლავ ლენინის თავები ეხატა და მისი საყრდენი ეროვნული გვარდიის შექმნისათვის ყოფილი საბჭოთა სამეურნეო ელიტა თანხას არ იშურებდა. ამ დროს პოლიტიკურად პასიური სოციუმიც კი რაღაც ახლისა და განსაკუთრებულად კარგის მოლოდინით შეხურებდა მომავალს. პოლიტიკურად აქტიურნი კი მაგალითად ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ილია ჭავჭავაძის საზოგადოება, სახალხო ფრონტი და უკვე ხელისუფლების უმრავლესობაში მყოფი მრგვალი მაგი და თავისუფალი საქართველო საბჭოთა იმპერიასთან დაპირისპირების ფონზე დასავლეთის ქვეყნებს და ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთადერთ პოტენციურ მოკავშირედ მიიჩნევდნენ. ეს არის იმპერია, როგორც პატიცემული პრეზიდენტი რეიგანი უწოდებდა მას ხოროების იმპერია. რომლის მიერ დაპყრობილი ერების განთავისუფლებით ეს უნდა იყოს ცივილიზებული და დემოკრატიული მსოფლიოს უპირველესი მიზანი. საკმაოდ განრნეული ინიციატივით, რომელთაც ყოფილი მეტროპოლიიდან ლაჩქარები გამოყოფის პერსპექტივა ძალიან აშინებდა. ერთი შეხედვით დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველი ეტაპი დასრულებული იყო. ახლა მას მხოლოდ საერთაშორისო აღიარება აკლდა. ის რომ საქართველოს გამოაცხადა სუვერენიტეტი და უკრაინა მას არავის არ უკვირდა. და სხვადასხვა ძალიან საინტერესოა, რომ ბევრს ავიწყდება დღეს, რომ სუვერენიტეტი პირველად გამოაცხადა გუმბარიძემ. პრაქტიკულად დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა გუმბარიძემ და მიიღო დადგენილება უახლოეს მომავალში დამოუკიდებელი საქართველოსთვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. მაგრამ თურქმენეთის და უზბეკეთის მიერ გამოცხადებული სუვერენიტეტი გაუგებარია დარჩა თვით თურქმენი და უზბეკი ხალხისთვის, იმიტომ რომ ისინი არც ფიქრობდნენ და არც იბრძოდნენ იმ პერიოდში დამოუკიდებლობისათვის. პირველი ეტაპი განხორციელდა, მეორე ეტაპი იყო ამ სუვერენული სახელმწიფოთა სამოკავშირეო ხელშეკრულება. ამისთვის იყო საჭირო ხელისუფლებაში მოსულიყო ყველგან ისეთი ძალები, რომლებიც გარკვეულ წილად ნდობის მანდატით იქნებოდა მოსახლეობიდან აღჭურვილი, თან ამავე დროს ითანამშრომლებდა საკავშირო ხელისუფლებასთან და პრაქტიკულად ყველგან მთელ საბჭოთა კავშირში ასეთი ძალების გამარჯვების რეალიზება განხორციელდა. ამ პერიოდში დასავლეთის სტაბილური მსოფლიოსათვის ბრძოლის პირველ შედეგებს იმკიდა და პოსტსაბჭოთა სივრცის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი რესპუბლიკების გამო მიღწეული ბალანსის დარღვევას არ ჩქარობდა. გავლენის სფეროებზე პირველი სერიოზული შეთანხმება საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 80-იანი წლების ბოლოს მოხდა, როდესაც მოსკოვი იძულებული გახდა უარი ეთქვა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებზე და 1989 წლის ივლისში ბუქარესტში ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების მეთაურთა შეხვედრაზე მათთვის საკუთარი არჩევანის მიხედვით ცხოვრების საშუალება მიეცა. დასავლეთი აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიულ მოძრაობებს მხარს უჭერდა, თუმცა პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა რესპუბლიკათა სწრაფვას დამოუკიდებლობისაკენ ოფიციალურ დონეზე თანადგომას ვერ უცხადებდა. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ ბალტიისპირეთის სამი რესპუბლიკა გახლდათ. ამავდროულად თვით საბჭოთა კავშირშიც სერიოზული პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა სახელისუფლებო ელიტის ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ და კონსერვატიულ ბანაკებს შორის. არსებობდა სხვადასხვა ჯგუფები, ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული დემოკრატები, როგორც მაშინ უწოდებდნენ გარბაჩოვ, შევარდნაძის, იაკოვლევის და სხვების მიმართულება და არსებობდა, ასე ვთქვათ, კონსერვატორები, რომლებსაც ვერ წარმოედგინათ თუ როგორ შეიძლებოდა საერთოდ ცხოვრება საბჭოთა კავშირში, თუ წარმართველი როლი არ ექნებოდა კომპარტიას.
ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს ებრძოდა ხელისუფლებისათვის, რადგანაც აღმოსავლეთ ევროპა პრაქტიკულად ჩამოაცილეს საბჭოთა სივრცეს, რჩებოდა საბჭოთა კავშირი და პირველ ეტაპად თვლიდნენ ასეთი სახელმწიფოს ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოს და დასავლეთი ამას აქტიურად უჭერდა მხარს და ბუნებრივია ყველანაირად ცდილობდნენ რომ შეეზღუდათ ეგრეთ წოდებული იმ კონსერვატორთა ძალები ყველგან, სადაც კი ამის შესაძლებლობა ექნებოდათ და ძალიან სერიოზული მხარდაჭერა ფინანსური და ასე შემდეგ დასავლეთისგან ჰქონდა გარბაჩოვ შევარდნაძეს. ამ პერიოდის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა 1989 წლის 9 ნოემბერს ბერლინის კედლის დემონტაჟი გახლდათ, რომლითაც ევროპაში ახალი ერა დაიწყო. 1990 წლის 12 სექტემბერს დასავლეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საბოლოოდ ხელი მოეწერა ხელშეკრულებას გერმანიის გაერთიანებასთან დაკავშირებით. სწორედ ამავე პერიოდში მზადდებოდა და 19 ოქტომბრისათვის უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ, ასევე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული და ამბიციური შეთანხმება სახელმწიფოებს შორის. ის შეეხებოდა ათასობით ტანკის, თვითმფრინავისა და საარტილერიო დანადგარის ბედს, რომელიც ნატოსა და ვარშავის ხელშეკრულების წევრი სახელმწიფოების მიერ ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე იყვნენ განლაგებულნი. აი სწორედ ამ ფონზე, როდესაც ორი დაპირისპირებული სახელმწიფოს ურთიერთობის დათბობა მსოფლიო პოლიტიკის განსაზღვრელ ფაქტორად იქცა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ახალი ეროვნული ხელისუფლების რაციონალური საგარეო პოლიტიკური კურსი გახლდათ, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციის საფრთხისაგან უნდა ეხსნა. დამოუკიდებლობის რეალურად აღდგენის ეტაპობრივ პროცესში, ანუ გარდამავალ პერიოდში, სოფლიო გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გვარიმაგირის პოლიტიკურ დოქტრინაში ღიად არ იყო დაფიქსირებული საქართველოს პროდასავლური ორიენტაცია. მაგალითად, როგორც ეს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიისა, თუნდაც სახალხო ფრონტის პოლიტიკურ პროგრამებში გახლდათ მითითებული. მრგვალმაგიდებლები ოფიციალურ დოკუმენტებში ტერმინებსაც კი ფრთხილად ეკიდებოდნენ და დასავლეთს, როგორც მსოფლიოს მოწინავე ხალხს, ისე მიმართავდნენ. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს მსოფლიოს კეთილინების ადამიანებს. უყურადღებოდ არ დატოვონ თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის იდეალებისათვის მებრძოლი ხალხის ნება, არ დაუშვან მის წინააღმდეგ ძალის გამოყენება და ხელი შეუწყონ საქართველოს რესპუბლიკის ცნობას და დამკვიდრებას დემოკრატიულ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე, თბილისი, 1991 წლის 9 აპრილი. დიდი განსხვავება იყო რა ეწერა და რეალურად რა ხორციელდებოდა. სამწუხაროდ რამდენიმე, ასე ვთქვათ, გადახვევა მოხდა ამ გვარიმაგირის პოლიტიკური პროგრამისგან, როგორც ასე ვთქვათ, საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, მე აქ ძირითადად ეკონომიკურ მომენტებს გულისხმობ და დემოკრატიის განვითარების მომენტებს, რაშიც გავიხსენებდი ეგრეთ წოდებულ კონვერგენციის თეორიას, მაშინ როდესაც ჩვენ ვიყავით რა ზომიერები, ვთქვათ, პოლიტიკური შეხედულებით, ძალიან რადიკალური ეკონომიკური რეფორმების მომენტები ჰქონდა ჩადებული, ხალხი ჩვენგან კერძო საკუთრების ხაზგასმით დაკანონებას და ასე შემდეგ ითხოვდა, რაშიც ასე ვთქვათ, დასავლეთსაც ჩემის აზრით გარკვეულწილად გაუცრუდა იმედები ამ კონვერგენციის მომენტების შემოტანით, რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, აქ რა თქმა უნდა, ძირითადი პრობლემა იყო რუსეთთან ურთიერთობის მომენტი. ამავე პერიოდში ამერიკის მემკვიდრეობის ფონდის მიერ ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომელსაც ერქვა მანდატი ხელმძღვანელობისათვის. მემკვიდრეობის ფონდი ამერიკელი რესპუბლიკელების პოლიტიკური სტრატეგიის განსაზღვრელი ორგანიზაცია გახლდათ, რომელშიც საუკეთესო ინტელექტუალური ძალები იყვნენ გაერთიანებულნი და ამდენად მას რესპუბლიკური პარტიის ტვინის ცენტრსაც უწოდებდნენ. 1988 წელს არჩეულ ამერიკის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უფროს საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის საკითხებში რეკომენდაციებს სწორედ ეს ფონდი უმზადებდა. მათ მიერ შემუშავებული ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი განთავისუფლების დოქტრინა გახლდათ, რომელიც რუსეთის იმპერიის გავლენის ქვეშ მყოფ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დემოკრატიულ და ეროვნულ განმათავისუფლებელი პროცესების ხელშეწყობას გულისხმობდა, რასაც ეგრეთ წოდებული ბოროტების იმპერიის ეტაპობრივი დაშლა უნდა მოჰყოლოდა. საქართველო ამ დოქტრინაში
ერთ-ერთი უკანასკნელი საპროგრამო პუნქტი იყო. ვიყავით, მაგრამ აქ იმის დამიხედვით თუ როგორ წარიმართებოდა პროცესები და როგორ პოლიტიკას გაატარებდა საქართველოს, სულ არ იყო, ასე ვთქვათ, გამორიცხული ის მომენტი, რომ ჩვენ გარკვეულწილად წინაც კი ვიყავით ბალტიის ქვეყნებთან, არა ისტორიული მომენტებით, მოგეხსენებათ, რომ ბალტებს მხოლოდ ომის შემდგომ მისი გასაბჭოების პერიოდი ჰქონდათ, არამედ აი სწორედ საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდში წარმართული ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, მე ვიტყოდი მართლაც გონივრული და ანგარიშიანი პოლიტიკით, იგივე თუ გნებავთ გარდამავალი პერიოდის გამოცხადებიდან გამომდინარე, რომ გავყოლოდით საერთოდ ბალტებს და აღმოჩენილიყავით ერთი კალათით წინ გადაგვენაცვლა, არც ეს იყო. შესაბამისად დასავლეთმა თხოვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ბალტიისპირეთის სამ რესპუბლიკასთან ერთად, მათთან შეთანხმებით, განეხორციელებინა რეფორმები და თუ ეს რეფორმები წარმატებით იქნებოდა განვითარებული, მაშინ შემდგომ გეგმებში ეს 4 რესპუბლიკა ცალკე სიბრტყეში, სხვა სიბრტყეში იქნებოდა განხილული, ვიდრე დანარჩენი ის 11 რესპუბლიკა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო. ამ დროს საქართველოს უზენაესი საბჭოს საგარეო საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თედო პაატაშვილისა და პრეზიდენტ გამსახურდიას პოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარების ვადებთან დაკავშირებით განსხვავებული იყო. ამ პროცესს პაატაშვილი 2-3 წლის განმავლობაში ვარაუდობდა. ზიად გამსახურდია ჩხარობდა და თან ძნელი, იცით, როდესაც ამხელა იმპერია, იცით, და აქ ერთი მხრივ ღია საზღვარი ირანთან, მეორე მხრივ ღია საზღვარი ჩრდილოეთ კავკასიასთან. მიუხედავად მცირედი წინააღმდეგობებისა, ეს პერიოდი მრგვალ მაგიდაში გაერთიანებული პარტიების ლიდერებს შორის კონსტრუქციულობით გამოირჩეოდა. გარე ოპოზიციაც ფარხმალდაყრილი იყო და მოვლენებს აკვირდებოდა. ზვიად გამსახურდია კი ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას საკუთარი გუნდის წევრებთან ხანგრძლივი კამათისა და განსჯის შემდეგ იღებდა. ახლა ამის მქონდა ერთ-ერთი ჩვენი, ზვიადის ერთ-ერთი თავების წევრთანაბაგი და აუ თხოვლია ზვიადი მარტო იღებდა გადაწყვეტილებას, არ მევთხარ შეგონა ახლა ამით აქებ, როცა ამბობ, რომ მარტო იღებდა. აი ჰარმონიული ვიმხრი, რომ ვალმაგიდაში დავაც მიდიოდა ხოლმე, განსხვავებული აზრით თქმებოდა ხოლმე. ეს არის ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე აი კმაყოფილების სავსე, არა თვით კმაყოფილების, მაგრამ სწორედ სისავსით სავსე პერიოდი, უკვე ვიდეოს გლიჯინეთ რო ერთხელ. რატომ? არიან ლიდერები, ესე იგი ცალკეული პარტიების, ვაჟა ადამია არის, თემური ქოლიძეა, თედო პაატაშვილი, კაკო, უმეც ამ პირველ რიგში ვიყავი. ეხლა ზვიადი, რა თქმა უნდა, იყო ლიდერი. რა თქმა უნდა, უზარმაზარი ავტორიტეტი ჰქონდა. რა თქმა უნდა, იყო გონიერი, განათლებული, ჭკვიანი, კარგად მომუშავე ლიდერი, რომელიც ამავე დროს რაღაც მომენტში თუ გუნდიდან ეტყოდა, რომ ესე კი არა, ესე ჯობია, შეიძლება გადაეთქვა კიდევაც. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, როცა არჩევნებზე კანონის მიღებასთან დაკავშირებით მეორე თუნდა დაეწყო ზვიად ძიძიგურს შიმშილობა სამტრედიაში და მეორე გადაეკედა რკინიგზა. მე ვაჟა ადამია, თედო და მე, თედო პაატაშვილი, ავედით ზვიადთან ოქროგოში, გვარემაგიდის გაწყელების მერე რომ ეს ამის ხარი დაგვეჭირათ და ქორიძე ურიკავდა თვალსები ზვიად ძიძიგურს, რომ დაწყეთ მეორედ, და რომ გუმბარიძე იყო გასატეხი რაღაც საკითხში, შეთქვით რომ ეგ მეორე თვისლა არ შეიძლება ამით ისარგებლებენ მოსკოვი და შეიძლება ცუდი რამ მოყვეს. და დავიჯერა. იმ დროს საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი გოგი ხოშტარიაც საკუთარ ქმედებაში სრულიად თავისუფალი იყო და პრეზიდენტ გამსახურდიასაგან ნდობის 100%-იანი მანდატით სარგებლობდა. მინისტრის პორტფელის დაუფლების შემდეგ მან მხოლოდ ერთი კითხვა დასვა. რითი დავიწყოთ? მეზობელი ქვეყნები დავუშვათ, ესე იგი ყოფილი სოციალისტური ბანაკიდან, რომელიც აგრეთვე რა თქმა უნდა საჭირო იყო ბალტიისპირეთი და ასე შემდეგ, თუ დიდი წამყვანი ქვეყნები, აშშ, საფრანგეთი, ინგლისი და ასე შემდეგ. დიდიდან დავიწყოთ ჯობიაო. და ფრია წარმატებულად ეს იყო დაწყებული. სოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე დიდ ქვეყნებზე გასვლა მოსკოვისა და კერძოდ ედუარდ შევარდნაძის ფიგურის გვერდისავლით ძალიან რთული იყო, რადგან დასავლეთის ქვეყნების საელჩოები სწორედ მოსკოვში იყო თავმოყრილი. მოგვიანებით რუსეთის დედაქალაქში სიარული როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისათვის ერთ-ერთმა კომპრომენტირებელ არგუმენტად იქცა.
მოსკოვში წასვლაზე როცა ვსაუბრობთ, მოსკოვი იყო ერთადერთი ადგილი, სადაც შეიძლება ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეხვედროდით, სადაც შესაძლებელი იყო დიპკორპუსს შეხვედროდით. მოსკოვში სიარული კი არ იყო სირცხვილი. მოსკოვში გამსახურდიას ჩასვლა კი არ იყო, ასე ვთქვათ, სირცხვილი. გეგმაში მონაწილეობა იყო სირცხვილი. მე სამჯერ შევხვდი ედუარდ შევარდნაძეს, მაშინ საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ბუნებრივი ამის ყველაფრის საქმის კურსში იყო ზვიად გამსახურდია. პირველი შეხვედრის შედეგი იყო სწორედ ის, რომ 2 საათნახევარი ვისაუბრეთ პირისპირ. პირველი გაცნობითი შეხვედრა იყო, რომ ჩვენ ჩავქვსეს განსაკუთრებული სტატუსით საქართველოს, ჩასვეს პარიზის კონფერენციაზე, რომელიც ჰელსინკი 2-ის გაგრძელება იყო. უმნიშვნელოვანესი კონფერენცია იყო ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და როდესაც მე უთხარი უარი, რომ საბჭოთა კავშირის დელეგაციის შემადგენლობაში მე საქართველოს ვერ შევიდოდა, როგორც ანტიკომუნისტური რესპუბლიკა და რესპუბლიკის ხელმძღვანელობა, მოიძებნა ჩვენთვის განსაკუთრებული სტატუსი, საგანგებო სტუმრის სტატუსი საფრანგეთში, საბჭოთა კავშირის საელჩოში, რომელიც ჩემთვისაც მისაღები იყო და რაც ბალტელებისთვის იყო წარმოუდგენელი, იმიტომ რომ იქ ბალტელებს მთელი სკანდინავია ხელს უწყობდა ამ პრესკონფერენციაზე მოხვედრაში და გორბაჩოვის ერთი სიტყვის შემდეგ მიტერანის ბრძანებით აი ჩემ თვალწინ იქ რეპლიკა ესროლეს გორბაჩოვს პარიზის კონფერენციაზე და აპატიებდა იმ როგორც კარტოფილის მეშოკები ისე გამოყარეს დარბაზიდან 15-მდე ბალტელი დელეგატი, სამივე ბალტელი რესპუბლიკისა. დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გოგი ხოშტარიას ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი ვიზიტის მზადების პერიოდს კი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის ედუარდ შევარდნაძის პოსტიდან გადადგომა დაემთხვა. Наступает диктатура, заявляет со всей ответственностью. Никто не знает, какая это будет диктатура и кто придет. Я хочу сделать следующее заявление. Я ухожу в отставку. Пусть это будет, не реагируйте и не ругайте меня. Пусть это будет моим вкладом, если хотите, протестом моим против наступления диктатуры. მე ამდენს მოსკოვში ვიყავი. სასტუმრო ჩვენ წარმომადგენლობის საცხოვრებელი სასტუმრო ქონდა და წარმომადგენლობაში ვიყავი და მომნახა საიდანაც გამსამბოლკა მახსოვს. და რა სიტყვითო ამ ნაბიჯზე მე უთხარი მე ხარ ჩვენს ბანაკებში ვარ ის კომუნისტია მე ეროვნული მაგრამ თვითონ ეს ნაბიჯი არის გაბედული ადამიანის ნაბიჯი ეგრეთ თვლიდი ეხლას ეგრეთ თვლი ამის გამო მე ზვიადი საყდური დავიოცახული რატო შეაქი შევარდნაძე მე უთხარი ხანდახან მოწინააღმდეგეც უნდა შეეხო თუ ეს ობიექტურად ესია ამ კაცმა გაბედული ნაბიჯი გადადგა თუ არ გადადგა ეხლა რატომ დავეტაკოთ ეხლა და ულანძღობდა რაღაცა მე არ მიმაჩნდა ეს სწორედ ხალხს ამ ფაქტის შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ მჭიდრო კავშირი დაამყარა გოგი ხოშტარიასთან. მიუხედავად იმისა, რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ რჩევებით შემოიფარგლებოდა, მისი პოზიცია პრეზიდენტის კარზე მნიშვნელოვნად შეირყა. ამის შემდეგ შევარდნაძე გამოვიდა ჩემზე თედოს მეშვეობით. შეხვდი ჯერ მე და ჩემი მოადგილე დაიღუპა სამწუხაროდ გიახონელიძე. ეგვიმეში სმოლენსკზე საგარეო სამინისტროში ჯერ კიდე ის და თუცე ფაქტობრივად გადამდგარი იყო მის კაბინეტში. მეორე შეხვედრა ეს მოთხრა ეს იყო მის სახლში იყო გადამდგარი იყო და რა სიტყოდა შევარდნაძე. მე ვიქნები თქვენი მრჩეველი, ნუ მომთხოვთ გაეროში საქართველოს დროში შევარდნა. ეგ არაფერს სარგებლობას არ მოიტანს ხმართოლებელი. მე მოდა იძლეოდა ფრიად ფასეულ რჩევებს. პატაშვილი და ხოშტარია შეხვდნენ შევარდნაძეს, მაგრამ ივლისში მოხდა ეს შეხვედრა. მაგრამ იცოდა თუ არა ეს გამსახურდია. გამსახურდია ამბობს, რომ ამის შესახებ მან არაფერი არ იცოდა. ამ შეხვედრების შესახებ. მე ფიქრობ, ეს არ არის. ეხლა როგორ შეიძლება პრეზიდენტის გარეშე საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საგარეო უწყების სამმართველია, მიდის შევარდნაძესთან. შევარდნაძესთან მე არც ერთხელ არ ყოფილი ვარ ზვიადის თანხმობის გარეშე. ესე იგი ეს არის არავით არის მე სხვა რაღაცები მასთან არ მქონი და შევარდნაძე მიმეორებ იძლეოდა ძალიან ნორმალურ რჩევებს დასაწყისში მე რა თქმა უნდა როცა აირია რა თქმა უნდა ის უკვე ვეღარ არ იყო თქვა ეგრეთ თქვა ამის
პრაგმატულად უდგებოდა. ზოგმა გაიმარჯვა ის მაგრო არის ხალხი უჭერს ხაზს და სადაც ეკითხებოდნენ უცხოეთში შევარდნაძე ინტერვიუში ამბობდა შეგვიძლია გამსახურდი არის ხალხის მიერ არჩეული. პირველი სიტყვა რომელსაც მე უცხოეთში მეუბნებოდა გილოცავთ ვიცით რომ თქვენ ხართ ხალხის მიერ არჩეული. მეორე კითხვა რას უშვებით ოსებს. ეს ყველაზე მდგენელი საკითხი. აი ეს ორი კითხვა ყველგან ფიგურირებდა. აქ ამ შემთხვევაში ჩემი და ზვიადის თქვა ისინი არ დაემთხვა. გამსახურდია რა წაუყენა იცი რა ბრალდებებია წაგანებული ხოშტარიას რომ ხოშტარია ვერც ერთი ვიზიტი ვერ მოუწყო გამსახურდიას ევროპაში და ამერიკაში ვერც ერთი ვიზიტი ვერც ერთი შეხვედრები ვერც ერთი დიპლომატიური ურთიერთობები ვერ გააფართოვა 90-იან წლებში და დღესაც პრეზიდენტ გამსახურდიას ოპოზიციაც, თანაგუნდელებიც და ისტორიკოსებიც აქტიურად მსჯელობენ შევარდნაძე გამსახურდიას შესაძლო ალიანსზე. საინტერესოა როგორ განვითარდებოდა მოვლენები ხალხის ნდობით აღჭურვილ დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ ლიდერს და საერთაშორისო აღიარების მქონე გავლენიან ფიგურას, რომელიც პოლიტიკურ და ძალაუფლების ტექნოლოგიებს უზადოდ ფლობდა თავიანთი გაერთიანებული ძალისხმევა მართლაც ამ ქვეყნის აღმშენებლობისათვის რომ მიემართათ. ისტორიკოსები და მოვლენათა ეპიცენტრში მყოფი ადამიანები ადასტურებენ, რომ შევარდნაძეს გამსახურდიას ხელისუფლებაში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე შეთავაზებაც კი ჰქონდა. მაგრამ თქვენ ფიქრობთ, შევარდნაძე გამსახურდიას პერიოდში აბსოლუტურად განსხვავებული არიან, ესენი სხვადასხვა ტიპის მოღვაწეები არიან, სხვადასხვა ხასიათის მოღვაწეები არიან, სხვადასხვა გაგების და ხედვის მოღვაწეები არიან. ისინი როგორ შეთავსებოდნენ ერთმანეთს და როგორ შეიძლებოდა რომ გამსახურდიას საგარეო საქმეთა მინისტრი გამხდარიყო შევარდნაძე. ეს პატრიოტკაც შეეძლო გაეკეთებინა, დაეძლია თავის ამბიციები და დამდგარიყო, მაგრამ არ გააკეთეს ეს შემოკარგო და ქონდა შეთავაზება, მე გეტყვი თქვენ, ნამდვილად ქონდა შეთავაზება. მიდიოდა კიტოვანიც იყო მასთან. კიტოვანი იმიტომ ჩავიდა გამსახურდიას გაგზავნილი რომ აი გაეროში წევრად რომ ეცნო მსოფლიო საქართველოს და გაეროს წევრად მიიღო საქართველოს. არ მოხდა მის გაკეთება. სამწუხაროდ ეს ხოც არიცებოდა. ამას მის თითქოს მოგებაზიას ვთქარი რომ აი ესეთი კარგია ჩვენს გავჩვენოთ, რაღაც ხელამდე არაფერი გავჩვენდეთ. ეს ყოველში გამოვიდა სტატია აღარ მახსოვს რა გულამპირა და ეს თუ ვიღაცას იყო რაღაც შევლაზეს ესე მე კაც დავპირდა რა საკეთე ეს მე ჩემთან შევთანხმებლად გაკეთდა არ ვიცი რატო არ მოხდა ამ ორი აშკარად მსოფლიო მნიშვნელობის ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის ორი გრანდიოზული ქართველის ასე ვთქვათ თანამშრომლობა სამწუხაროდ აი რაღაც პატარ-პატარმა დაუგებრებებმა აი ხო გითხარით პირველი შეხვედრის შემდეგ როდესაც მე პარიზიდან დავბრუნდი აქ დამხვდა გამოქვეყნებული საკმაოდ ისეთი ბინძური სტატია ერთ-ერთი დეპუტატის მიერ საქართველოს რესპუბლიკაში მაშინდელ მთავარ გაზეთში რაზეც მე აღშფოთითი და უთხარი ზვიაც რა ხდება თუ ლაპარაკობთ ამ ყასთან მაშინ ეს სტატია რა შუაში და დაიბეჭდა ამისი ასე ვთქვათ მეორე დღესვე გამოქვეყნდა მინაწერი რომ ეს არის კერძო ერთ-ერთი დეპუტატის აზრი და არა ვთქვათ უზენაესი საბჭოს მთლიანად თუმცა შემდეგ რაღაც მოკლედ ძალებმა რომელშიაც მე აგენტურასაც ძალიან დიდ მნიშვნელობას მივანიჭებდი ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ თქვათ ამ ორ პიროვნებას შორის საერთო ენა არ გამოძებნილიყო და ნელ-ნელა გართულდა ეს ურთიერთობები რის შედეგადაც იმის მაგივრად რომ ეს ორი ფიგურა ასე ვთქვათ ერთიანი ძალით საქართველოსთვის თქვენ რამე სასიკეთო და ძალიან მნიშვნელოვან სასიკეთო მომენტებს ის კეთებას დასგონა და პირიქით ერთმანეთს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ ქვეყანამ ამით ძალიან ბევრი იზარალოდა. გამსახურდიას და ხელისუფლებისა და შევარდნაძის თანამშრომლობა ძალიან მჭიდრო იყო იმ პერიოდში.
ძალიან მჭიდრო თანამშრომლობდნენ. პრაქტიკულად არ დარჩენილა ხელისუფლებიდან არც ერთი წარმომადგენელი, რომელიც საათობით და თვეობით არ ყოფილიყო შევარდნაძის ოფისში და მისგან არ მიეღო რჩევები და მითითებები და დავალებები და აქტიურად უწყობდა ხელს შევარდნაძე ამ პროცესებს იმ უბრალოდ მიზეზის გამო, რომ შევარდნაძე გარბაჩოვის იმ მოდერნიზაციის გეგმის ნაწილი იყო და მას სურდა, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ ამ საბჭოთა მოდერნიზაციის ამ გეგმაში ჩაერთო. და შესაბამისად ჭირდებოდა მას საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერაც ამ გეგმის რეალიზებაში. აქ საერთო ინტერესებზე იყო საუბარი. Გამსახურდი შევარდნაძე, რა თქმა უნდა, მაშინ აფიქრებდა საქართველოს ჩამოსვლას. Вы, как диссидент, в течение многих лет были очень тесно связаны и за вами очень пристально следили со стороны грузинского КГБ и, безусловно, со стороны грузинского ЦК партии, где многие годы сидел Эдуард Амбросович Шеварднадзе. Какое у вас отношение, личное отношение к господину Шеварднадзе? Ну, какое может быть между противоположными людьми, которые служили совсем противоположными всю свою жизнь. У вас были с ним какие-то личные беседы тоже? Или... Были, да, очень давно, и сейчас тоже были телефонные беседы в этот период тоже. Но кажется так, что Гамзахурдия не сильно изменился. Изменился ли Шеварднадзе, по-вашему? Думаю, что он тоже не изменился. Он совсем не изменился. Он просто изменил свою маску. А на самом деле он остался тем, что был. Как вам кажется, господин Шеварднадзе в последнее время, последние годы, он поддерживает стремление Грузии на свободу и независимость? Наоборот. Он это и не скрывает. Вы это чувствуете? Конечно, он не скрывает это, он прямо заявляет. Он и в референдуме не участвовал, не давал голос за независимость Грузии. Он это не скрывает. Он считает, что Грузия должна быть частью России, что Грузия без России погибнет, и что солнце для Грузии входит с севера, это его выражение. როდესაც გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა, მას არ უნდოდა შევარდნაძესთან ცუდი ურთიერთობა ყოფილიყო. ეს არის ცნობილი ფაქტი. როდესაც მოეწყო რეფერენდუმი მარტში, დაურეკა კიდევაც და მაშინ შევარდნაძე მას უპასუხა, რომ ის ერთი პენსიონერი კაცი იყო და მას არაფერი არ შეეძლო. ეს ხო ცნობილია და ხო დევს ეს დოკუმენტები, ახლა რო ამბობენ ეს შვები. ეს დოკუმენტი დევს, რომ ის ერთ-ერთი პენსიონერი კაცი იყო იმ დროისათვის და მას არაფერის გაკეთება აღარ შეეძლო. ეს ხო ცნობილი ამბავია. ამერიკის შეერთებული შტატები არაოფიციალურ დონეზე საქართველოთი პირველად სწორედ 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის დროს დაინტერესდა, როდესაც ქართველმა ხალხმა საქართველოს დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი და გორბაჩოვის მიერ შემოთავაზებული ცნობილი ნოოგარელოს პროცესის შედეგად მოდერნიზებული საბჭოთა კავშირის შექმნაში მონაწილეობა არ მიიღო. Господин Гамзахурдия, как часто вы общаетесь с президентом, я даже не знаю, наверное, с президентом Горбачевым? Не очень часто, но иногда да. Он звонит вам или да, вы... Больше он. Какие вопросы вы обсуждаете? Ну, например, вот вопросы союзного договора и так далее. Он делал вам предложения? Очень часто. Да? Почти ежедневно получаю я послание, что вот надо приехать на Волгоград, что надо обсудить договор и так далее. А я говорю, что мы даже и обсуждать не хотим. Ничего и обсуждать. ფაქტია, რომ საბჭოთა არ შექმნილა ნებელობით და ამის უკვე კანონიერი ფორმა უნდა მისცემოდა ნოოგარელში რეფერენდუმები, რომლის წინააღმდეგაც ჩვენ წავედით. ჯუადის ლიდერობით, რა თქმა უნდა, ეს ძალიან სწორი ნაბიჯი იყო, ჩვენი ჩავატარეთ თოგახსოვთ რეფერენდუმი და დამოუკიდებლობას მივეცით ხმა, აღდგენას და ასე შემდეგ. და მე ეს 31 მარტში ეს რეფერენდუმი და მე ეს 9 აპრილს გამოცხადება. სწორედ 31 მარტს საქართველოს ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ეწვია. ვიზიტი არაოფიციალური იყო, თუმცა ძალზედ მნიშვნელოვანი, რომელიც საქართველოსა და საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობის მოწესრიგებას ისახავდა მიზნად.
ამავე პერიოდში აქტიურდება ქართულ-ჩეჩნური ურთიერთობის საკითხიც, რომელმაც საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს არასასურველი იმიჯი და პრობლემები შეუქმნა. Сотни тысяч чеченцев, которые живут в России, должны стать сотни тысячами солдат в защиту интересов чеченской нации. И так и станет. И объявить казават. Каждый чеченец должен быть смертником. А уязвимых мест тысячи человек достаточно, чтобы Россию перевернуть. Ричард Никсоნის ვიზიტი რა მნიშვნელოვანი ვიზიტი მე ვფიქრობ ჩვენი თხოვნაც ეს იყო სწორედ იმიტომ რომ ჩვენი შორის აი თვითონ გვალმაგიდა შორის ყოველ შემთხვევაში ჩვენ საგარეო კომიტეტთან შემდეგ უკვე ქარტია 91-სა და პრეზიდენტ შორის გაუგებრობა სწორედ ამ ძირითად საკითხს ეხებოდა რომ შეიძლება თუ არა თან აკაკი ასათიანი ესწრებოდა როგორ ესაუბრებოდა იგივე ჯოხარ დუდაევის ვეჩეთი ზვიად გამსახურდია და ხა მაშინდელი ვეჩი მოგეხსენებათ ისმინებოდა და მოკლედ დამალული არ იყო რომ ჯოხარ დუდაევი იდეურად ხელმძღვანელობდა ზვიადის იდეებით და ძალიან დიდ პატივსა და იმას სცემდა და რაც აღიზიანებდა ყველაზე მეტად რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ასე ვთქვათ მაშინდელ პოლიტიკოს ნიქსონის ზადმითხოვნაც ეს იყო რომ ჯერ საბჭოთა კავშირის და თვითონ ნიქსონის თხოვნაც ეს იყო და ნიქსონი იყო უმაღლესი ავტორიტეტი მაშინდელი სანამ ცოცხალი იყო ყველა პრეზიდენტისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქოს გაუგებარია მაგრამ სწორედ ვოტერგეიტის გამო ამათ ძალიან ისეთ ვაშკაცურად დატოვა ეს პოსტი და უაღრესად ნიჭიერი პოლიტიკოსი იყო უაღრესად შეხვდა 9 საათი 40 წუთამდე ისაუბრეს ერთ-ერთზე პრეზიდენტთან და იქიდან გამოსულ ნიქსონს გარეთველებოდით ჩვენ და სამწუხაროდ კაი ხასიათზე ვერ შევატყეთ რომ ვერ დავარწმუნეო რომ თვლისო რომ ეს პროცესია ერთიანი იმპერიის ზრდების პროცესია და არა მხოლოდ საბჭოთა კავშირის დემონტაჟის პროცესია რიჩარდ ნიქსონის სტუმრობის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტზე მაინც აქტიურად ალაპარაკდნენ. გამსახურდიას განწყობა დასავლეთისადმი შედარებით ოპტიმისტური და თამამი გახდა. გორბაჩოვისა და საგარეო მინისტრის პოსტზე ედუარდ შევარდნაძის შემცვლელის ალექსანდრე ბესმერტნიხის მუქარას თუ არ ჩავთვლით, ბრწყინვალედ მიდიოდა მოლაპარაკებების საერთაშორისო დონეზეც. გოსდები ძალიან კარგად მიჭერს ხარს. ეს იყო შევარდნაძის განმებული კარტა. აი მე თქვენ გიჭერთ რომ შევარდნაძის დარეკვის გარეშე გოსდები კარგად არჩევნებოდა. იდეალური შეხვედრა მაქვს პედაგოგში. პედაგოგში მე მგონი ახლა არავინ არ ყოფილა ამდენ მე შეიძლება ახლა ესენი იყო რამდენიც მე. დოქტორ ლიბი საგარეო ესო სამხედრო დაზვერვის და ვიცე ვაისმენის მომდევნო და ფაქტორ დაზვერვის შეფი მიიღებს მე და მუდმივი კავშირები მაქვს მასთან. მაგრამ ხიუტი რჩეველი ბუშის უსაფრთხოების საკითხებში აი ასობა როგორ თქვენ გინდა თქვათ რომ მე ვატყუებ ჩემ პრეზიდენტს როცა არასწორია გარბაჩოვის ხალხი ატყუებ რუსეთი მომაგრება და ინახერას მიიღებ ესე რიხთა ყველაფერი კარგად ხდება სანამ სუსტია ესესერი სანამ სუსტად არის ავტოკავშირი დაშალეთ ხელი შეგიტყვი ჩვენ მაინც არ გავჩერდებით ისე რომ ვიცოდეთ აი ჩემი ხაზი ზედან შეთანხმებული რა თქმა უნდა იყო ეს დემონსტრირება იმისა რომ ჩვენ უნდა დავიშალოთ საქართველოს უნდა იყოს დამოუკიდებელი მე განვაცხადებ რომ ეს ბესმერტნიხთან შეხვედრაზე იქიდან მოდის მუქარა ბესმერტნიხმა მე მითხრა გარბაჩოვმა ზვიადს დაურეკა რომ ავტონომიას დაკარგავთ ამ შემთხვევაში ჩვენ ამაზე ჯიქულ მომდევართ ამ პერიოდში ყოფილი სოციალისტური ბანაკის დაშლის პროცესი ისეთი ტემპით მიდიოდა რომ მოულოდნელი იყო მისი იდეის ავტორებისთვისაც ამავდროულად პოსტსაბჭოთა სივრცის ყოფილ რესპუბლიკათა ლიდერები დასავლეთისაგან დამოუკიდებლობის აღიარებას ითხოვდნენ. ამას კი იმ პერიოდში როგორც ამერიკის ხელისუფლება, ისე ბიზნეს ელიტაც ეჭვის თვალით უყურებდა. გავიგებ ეს ტერმინი არც ვიცოდი პირველად არ გავიგებ ტერმინი ბიზნესის ინდუსტრიალისტები აი მილიარდერები რომელსაც თავის გავლენა აქვს ამერიკულ პოლიტიკაზე და ყველა დიდი გავლენა ჰქონდათ ბუშ მამაზე მამა ბუში იყო მაშინ პრეზიდენტი მან ჩამოაყალიბეს ასეთი კონცეფცია ეხლა რა საჭიროა რუსეთის დაშლა იქ წარმოიქმნება ჯუჯა სახელმწიფოები ეს წარმოშობს ენობრივ ბარიერებს თავია რომ კომუნიზმის საფრთხე არ გვექნება არ ექნება კაცობრიობას და ჩვენ შეგვიძლია მივიდეთ რუსეთის ნედლეულთან
და ეხლა ჯობია ამ ატომს აკონტროლებს ისევ რუსეთი, არ გვინდა ეს ჯუჯა სახელმწიფოები. Грузию пока не признают западные страны, не признают Советский Союз, даже те республики, которые в свое время вместе с Грузией стремились к независимости. Нет, не признали, почему Румыния признала, Молдова признала, Армения, Азербайджан, так что даже сейчас вот с Украиной идет. Идут переговоры, да? Просто обидно, что Прибалтийские республики медлят. Вы меня извините, я тут ни о чем. Да, ну вообще обидно очень, потому что мы вместе прошли этот путь. И если бы Грузии не было, вообще ни Прибалтика, ни Восточная Европа не получили бы независимость. Вы, наверное, знаете, если 9 апреля не было. Да, безусловно. Ჩვენი ერთ-ერთი შეცდომა მე ამას გულწრფელად ვამბობ, შეცდომას ხანახან მინდა რომ ჩავსვათ წყალებში, რადგანაც ეს იყო შეცდომა, რადგანაც ამაში ვაქცევ ნდობის ფაქტორს, ესე იგი ჩვენ ვენდებოდით ამ დასავლეთს, რადგანაც ჩვენ გვეგონა რომ ეს იდეოლოგიური ბრძოლა, რომელიც მიდიოდა კომუნიზმსა და დასავლურ ცივილიზაციას შორის, პრაქტიკულ გამოხატულებას იპოვიდა რაღაცა საქმეში. 1991 წლის აპრილში საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წერდა: არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ დასავლეთი თავისი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე უფრთხის საბჭოთა კავშირში მიმდინარე პროცესების დაჩქარებას. მას აშინებს იმ ძროების მასშტაბი, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ამ ხელას სახელმწიფოს დაშლამ. ამიტომ არიდებს თავს საბჭოთა კავშირის საშინაო საქმეებში ჩარევას და იმ საბაბით, რომ უპირატესობას რეფორმატორულ გზას ანიჭებს, მხარს უჭერს გორბაჩოვის პოლიტიკას. ასეთია ევროპის ოფიციალური კურსი. არსებობდა არაოფიციალური პოზიციაც, თუმცა იმ პერიოდში დასავლეთის ლოგიკურ ინერტულობაზე საშიში საქართველოსათვის კრემლში ელიტის ცვლილების მზაკრული თამაშები აღმოჩნდა. 1991 წლის 19 აგვისტოს დილის 6 საათზე საკავშირო რადიომ გამოუგნებელი ინფორმაცია გადმოსცა. მიხეილ გორბაჩოვის დაწყებულმა პერესტროიკამ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის დაწყების ნაცვლად საფრთხემის არსებობას შეუქმნა. სახელდახელოდ შექმნილი საგანგებო სიტუაციათა სახელმწიფო კომიტეტი გეკაჩეპ პოსტსაბჭოთა სივრცის 6 რეგიონს საგანგებო მდგომარეობით დაემუქრა. რუსეთის პუჩს საბჭოთა ძალოვანი მინისტრები ხელმძღვანელობდნენ. Я не скрываю, что я коммунист, я не хочу выходить из партии, менять партийный билет, как это модно для некоторых. Я хочу работать в интересах моего многострадального народа. ამათ სახსენებელ დღეს ქართული საზოგადოება და ხელისუფლებაც უკვე ფარული შინაგანი კონფლიქტით გაჟინთილი შედგა. მე ახლა გაგაცნობთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს,